18-ში ვცხოვრობთ. უნებართოდ შევედით, მაგრამ ჯერჯერობით გამოსახლებაზე არ არის ლაბარაკი. დენი არ აქვს, წყალი არ აქვს, არაფერი არ აქვს. თუ რამე გაფუძდა და ვინმეს რამე დაემართა, ყველგან ჩვენ დავხვდები ნაქანი. ახლა არის 38 წლის, უდედოდ გაზრდილი, უპატრონო ბავშვი, მამა აგერ არის და კაჭკაზე მუშაობს და ეს გუშინწინებზე მოკლეს მე გაჭკე. ყელი გამოუჭრიათ და ვინც დაკითხა სამხარეომ თუ რა ვიცი ვინ იყო, ხო, სამხარეო იყო. ხო, და ეს როგორც იგი, რა ქვია, ალალმართალი ადამიანია, უწამებიათ, გაუშიშვლებიათ, წყალი უსხიათ, მერე პისტოლეტი დაუდვიათ იმაზე, გინდა თუ არა თქვიო და იმნაირი ალალი და უპატრონო მაღანაა და უენობებში არის, ყველანაირად ამას დააბრალებენ და ამ დროს სულ არ იყო, ეგი საწოდავი მაღანა. და იმაშობოდა, რა ქვია, 14-დან 5-მდე სახში იყო. 14-ის 5-დან. სულ არ იცის მაღანა რა მოხდა. და 15-დან სახში იყო. მერე რაღაცა მოვიდა გაანება თავი მუშაობა და სახში მეკდა. პარასკეს მოხდა რა მაგი, ხო და ჩაბას გოუში საუნდი მასწავლე შეიძლება დანათ. მეიდანა შეიძლება გუშინ ხერხავდა გოუში. და მოადგა მილიცია და კიდე რა წამოდი, რომელი განყოფილებაა? აგერ იგი მეხუთე თავიდანვე გვავიწროებ და გასამგიშობა ვიცის მაგერ. იმას გადა. დღეს მე ვიყვარი, ეკები ერთი ბავშვი ვიყავს, ბოლო და ეგის რომ მოვიგდა, ქალები არ აქვს, იგივე არ აქვს, იგივე არ აქვს. ეგი რომ მოვიგდა, მაგალითად აღარ ვშულა, მე იგია ჩემი პატრონი და იგია ჩემი პარტნიორები. ერთი არ აქვს და იქ კაჭკაზე მუშაობს და ლალმართალია 19 და მუშაობს. იმაზე კაჭკაზე და მუშაობდა აბანოლები ხელებზე და იმაჟობა და იგი რომ მოვიგდა და იმასაც მე რა ვეშველა მე უნდა ჩავეყო თავი დავწე განხადო ასე ამიგროვი დავიჭირე ბოქში და მე ვიხდომ თან ყვა აგერ სახელმწიფო და ტელევიზორში დაწვა დენი არა გვაქვს გენი არა გვაქვს საერთოდ არ გვაქცევა ყურადღებას და რა გვეშველება ჩვენ არ ვიცი კიდო და სულ ესე იგი ჯოხი გვაქვს ხდება ამალალ მართალ უპატრონო